დაუსრულებელი სასამართლო პროცესები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სხდომათა დარბაზები გადატვირთულია, რადგან რეჟიმი მოქალაქეებს მასობრივად სჯის პატიმრობა და სოლიდური ჯარიმები. მოსამართლეები ბრალდების მხარის მოთხოვნებს უსიტყვოდ ემორჩილებიან და აკმაყოფილებენ. დღეს პატიმრობაში დატოვეს კიდევ ორი ახალგაზრდა. პარალელურად მსახიობ ანა ტყებუჩავას საქმის განხილვაც გაიმართა. მოსამართლე ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას თებერვალში გამოაცხადებს. დღეს მსახიობმა სხდომაზე ყველას გაახსენა ჩემი ცოლის დაქალების სიუჟეტი. Čekosada და პოლიციელ ზვერაძის ისტორია. ოცდაცხრა წლის არჩილ მუსელიანცი მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა. პროევროპული აქციის მონაწილემ მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ ფიზიკური ანგარიშწორების გარდა ფსიქოლოგიური ძალადობის, მუქარის და შანტაჟის მსხვერპლია. რაც შეიძლება ბრალდებას, რომელიც წამიგანეს, რა თქმა უნდა, რასაც ზემოდან დაავალებენ სასამართლოს, ის შეასრულებს. მუსელიანს დაკავებისას პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ. ადვოკატის განმარტებით მას აიძულებდნენ ეთქვა, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაკვეთას ასრულებდა. უარის მიღების შემდეგ კი ოჯახზე ზეწოლით დაემუქრნენ. მუსელიანს პარლამენტის წინ ვიდეო სამეთო ყურეო კამერების ელექტროსადენების დაზიანებას ედავება სახელმწიფო ბრალდება. ზიანი 534 ლარად შეფასდა. დემონსტრანტს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რეჟიმს სიტყვას სპეციალურად ხმარო, რადგან სხვა არაფერი არ ქვია იმას, რაც ხდება დღეს აღნიშნულ რა უწოდო სასამართლო ნაკლებად, იმიტომ რომ სასამართლო არასდროს არ ითვალისწინებს ჩვენს შუამდგომლობებს. საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ხოლმე სპეციალურად ისე ასე ვთქვათ, შეკერილი და შექმნილი ის სასამართლო საქმეები, სადაც არსებობს ეგრეთ წოდებული შავი ხვრელები. ჩვენ საქმეშიც არ არის გამონაკლისი, აქაც არსებობს ეგრეთ წოდებული ოქნები, რომელიც დაცვის გარეშე აქვს შედგენილი. დღეს პატიმრობაში დატოვა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ 25 წლის მუსიკოსი დავით ხომერიკიც. ახალგაზრდა 2 დეკემბერს დილის საათებში თამარაშულზე დააკავეს, როცა საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით აიყვანეს. შემდეგ კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ხომერიკი თავს დამნაშავედ არ სცნობს. მას სახელმწიფო ბრალდება ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანას ედავება. ადვოკატის შეფასებით საქმეში არდევს ნეიტრალური მტკიცებულებები და არც მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს. მოსამართლემ დაცვის შუამდგომლობა არ გაიზიარა. ცალსახად და უაპელაციოდ დაეთანხმა პროკურორ ვაჟათოდუას შუამდგომლობას აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, ისე რომ სათათბიროდაც არ გასულა. დავით ხომერიკი ბრალს არც ერთ ნაწილში არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ იმ პოლიტიკური დაკავებების სერიის ერთ-ერთი მონაწილე არის და დასჯის ობიექტი. დღეს სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ განიხილა მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმე. მსახიობს რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუმცა ტყებუჩავა და მისი ადვოკატი ამტკიცებენ, რომ სამართალ წარმოების დაწყება უსაფუძვლო და აბსურდულია. მსახიობმა პროცესზე სიტყვის უფლებითაც ისარგებლა და თქვა, რომ აქციებზე ევროპული მომავლის დასაცავად და უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით დგას სხვა მშვიდობიან მანიფესტანტებთან ერთად. ახლო წარსულში იყო ისეთი მაგალითები თამაშობდი უკანონო დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას. როგორ შემიძლია მე სხვას ვარჩვენო ეს ტრაგედია თუ რა ხდება ასეთებს ადამიანების ოჯახში. თუ კი მე უგრილი ვიქნები და არ ვიქნები ასეთი ადამიანების გულში და არ მექნება ემპათია და არ გავიზიარებ მათ პრობლემებს. მსახიობის მხარდასაჭერად სასამართლოში დღეს კოლეგები მივიდნენ. მათ შორის ბაჩო ქაჯაია, რომელსაც ტყებუჩავას მსგავსად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. მსახიობები რეპრესიული პროცესების გააქტიურებას დემონსტრანტების დასჯის მცდელობა დაფასებენ და წინააღმდეგობას არ წყვეტენ. აბსურდის თეატრია, ანუ არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ან მე ან ანამ გადავკეტეთ არ არსებობს. არ არსებობს ასევე მტკიცებულება იმის, რომ უშუალოდ თუნდაც გადაკეტვის მომენტში ვიყავით ჩვენ იქ. ეს მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ გადაკეტილზე ვდგავართ. სერიალში ვცხოვრობთ. მე
ვერ წარმოვიდგენდი თუ ის სცენარი, რაც შარშან გათამაშდა ჩემი ცოლის საქალებში, გამეორდებოდა რეალობაში. აი ძალიან კომიკური სიტუაცია, ადამიანს არანაირი მტკიცებულებები არ აქვს. ყველაფერზე აი ესე თავჩახრილი პასუხობს და მაინც გადადეს პროცესი. ანა ტყებუჩავას საქმეზე სანქცირებულმა ენუქიძემ გადაწყვეტილების გამოცხადება 10 თებერვლისთვის გადადო. ბაჩო ქაჯაიას საქმეზე კი განაჩენი 23 იანვარს გახდება ცნობილი.